საღამო მშვიდობისა ძვირფასი ონლაინ მაყურებლებო, კლავ 515 ოქროს ბურთის სტუდიიდან მოგესალმებით და დღეს ერთად გავუძღვებით 2551 ტირაჟს. გეტყვით, რომ დღევანდელი ჯეკპოტის თანხა რასაკვირველია, დღესაც გაზრდილია და შეადგენს 183311 ლარს და გარდა ამისა ასევე მატულობს მეორე საპრიზო კატეგორიის თანხაც, რომელმაც 15000 ლარს გადააჭარბა და ეს ულდური თანხები ელოდებიან თავის იღბლიან მფლობელებს და ამისათვის კი მე უნდა ავამუშავო ჩვენი ლოტოტრონი 2551-ით. 3, 2 და 1. წარმატებები ყველას, ზუსტად ვიცი რომ დღესაც ძალიან ბევრი თქვენგანს გავახარებ და გავაბედნიერებ და სანამ ჩამოვარდება პირველი ბურთი, მე კვლავ მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რათა ყოველდღიურად ადევნოთ თვალი ჩვენს გათამაშებებს და ახლა კი ნახოთ როგორ დავიწყებთ დღევანდელ კომბინაციას. გამოჩნდება თუ არა დღეს ოქროს ბურთი. მაშასე პირველი ბურთი გამოჩნდა, მოემართება ჩვენსკენ და ეს არის 2. ესე დავიწყეთ დღევანდელი კომბინაცია, ვნახოთ რა იქნება შემდეგი. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს სამშაბათია და სულ რაღაც 1 საათში გაიმართება ტირაჟი ლოტო 642-ის გათამაშება, სადაც თამაშდება 9 მილიონ ლარზე მეტი და ახლა კი მეორე ბურთიც გამოჩნდა და ეს არის 25. 2 და 25, 2 ბურთი უკვე ცნობილია და ვინ ჩვენი ერთგული მაყურებლები ხართ, იცით რომ მხოლოდ 2 რიცხვის დამტყვის შემთხვევაში თქვენდებით მეხუთე საპრიზო კატეგორიის მოგებული. ამასობაში მესამე ბურთიც გამოჩნდა და ეს არის 1. 2, 25, 1. მეოთხე ბურთიც გვიახლოვდება და ეს არის 30. კიდევ ერთხელ გადავიმეორებ. 2, 25, 1, 30. ნახოთ რა იქნება მეხუთე ბურთი. მაშასე ბოლო და გადამწყვეტი რიცხვი არის 14. ესე დავასრულებთ დღევანდელი კომბინაცია. ახლა კი დროა მე კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ, თქვენ კი ყურადღებით გადამოწმეთ. დავიწყოთ. დღევანდელი გათამაშების პირველი ციფრი არის 2, შემდეგ 25, 1, 30 და 14. ზუსტად ესე გამოიყურება დღევანდელი 2551 გათამაშების კომბინაცია. მინდა რომ ეს რიცხვები და ციფრები იყოს შემოხაზული თქვენს ბილეთში და თქვენთვის იღბლიანი ყოფილიყო დღევანდელი კომბინაცია და სანამ გამოჩნდება დღევანდელი შედეგები ეკრანზე, მე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ეროვნული ლოტარია აგრძელებს ქველმოქმედებას და ახლა კი ვიხილოთ სიუჟეტი. საქველმოქმედო ფონდი მომავლზე და საქართველოს ეროვნული ლოტარია რამოდენიმე წელია მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად. წელს საქართველოს ეროვნული ლოტარიამ სოციალურად დაუცველ მომავლის გზის ბენეფიციარ ბავშვებს გადასცა სასკოლო საკანცელერიო ნივთები და ჩანთა, რომელიც ეს რამოდენიმე წელია ტრადიციულად ტარდება. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ასეთი დიდი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. უღმესი მადლობა ლოტარიის კომპანიას, როგორც 4 შვილის გმირი დედა, ვამაყობ ამ კომპანიით მართლა მხარდაჭერას. იმსახურებდნენ ჩემი შვილები და რომელიც გვერდში ამომიდექით, ყველას უღმესი მადლობა. საქართველოს ეროვნული ლოტარია და საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა უკვე წლებია თანამშრომლობს. ჩვენ ვეხმარებით მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ბავშვების სიხარული. ჩვენი ლოტარიის მოთამაშეების დამსახურება, რადგან გახსოვდეთ, მაშინ როდესაც თამაშობთ ლოტარიას, თქვენ ავტომატურად ხდებით ქველმოქმედების მონაწილე, რადგან ლოტარიის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ საქველმოქმედო პროექტებს ხმარდება და დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია. დავბრუნდით და ახლა კი ვიხილოთ დღევანდელი შედეგები. შედეგებიც ეკრანზეა, მოგებული ბილეთების რაოდენობა შეადგენს 703-ს, გათამაშდა მესამე, მეოთხე და მეხუთე საპრიზო კატეგორია. ვლოცავ ჩვენს მოგებულებს, მიხარია რომ დღესაც ჩვენთან ერთად იყავით, ეს არის 515 ოქროს ბურთი და მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ სულ რაღაც 1 საათში გაიმართება 642-ის გათამაშება რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს. ნახვამდის.